მოგესალმებით სტუდიარე მორიგ დისკუსიას გთავაზობთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობაზე, გნებავთ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე. ეს არ არის თემა, რომელიც უცხოა ჩვენი სტუდიისთვის და ჩვენი სტუდიის გადაცემების მაყურებლებისთვის, ან თქვენთვის, ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით ამ საკითხს და დღეს ამ თემის დღეს ეს თემა ჩვენ გვიკარნახა ქართულ-რუსულმა შეხვედრებმა, რომელსაც კავკასიური სახლი რამოდენიმე დღის განმავლობაში აწყობდა. იყვნენ ჩამოსული სტუმრები რუსეთიდან, იყო ქართული წარმომადგენლობაც ამ შეხვედრაზე. უმთავრესი აქცენტი იყო გაკეთებული ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღეს გამოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ქართულ და რუსულ საზოგადოებრივ ასპარეზზე და აქვთ სურვილი, რომ შეიტყვონ უფრო მეტი ერთმანეთის შესახებ და ნახოთ დღეს ჩვენ სტუდიაში, სწორედ ისინი ისაუბრებენ და ვეცდებით, რომ მოვნიშნოთ ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალი პრიორიტეტები, რაზე შეიძლება იფიქროს ჩვენმა საზოგადოებებმა, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა მომავალში. წარმოგიდგენთ ჩვენს რუს სტუმრებს, მარია კანიევსკაია, იგი არის სანქტ-პეტერბურგიდან, ადამიანის უფლებათა დამცველი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი სუშენცოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის ლექტორი და თემურ კობალია, რომელიც წარმოადგენს ვოლგოგრადის კონსულტაციებისა და ტრენინგების ახალგაზრდულ ცენტრს და ქართული სტუმრები, გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, მედია ტურაშვილი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი, ანალიტიკოსი და გიორგი გვიმრაძე, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენ студიაში. Благодарю вас, что принимаете участие в нашей сегодняшней дискуссии. Რა გახდა იმის მიზეზი, ან რამ გაიძულათ, ბატონ გიორგი, რომ ასეთი ტიპის პროექტი დაგეწყოთ და თან ასეთი მოჭარბებული დოზით 12 დღე ერთად მუშაობდით ქართველი და რუსი ახალგაზრდები. დიდი მადლობა კითხვისათვის, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ და მოგვიწვიეს თქვენ გადაცემაში. რაც შეეხება კითხვას, უბრალოდ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ შემთხვევაში ორგანიზაციის სახელით საუბრობთ და შეხვედრებმა აჩვენა, რომ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ჯგუფი ახალგაზრდებისა და არა მარტო ახალგაზრდებისა იგივენაირად ფიქრობს, რომ აუცილებელია მიუხედავად იმ პოლიტიკური და სხვა ტიპის გართულებებისა, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყნებს შორის, რაღაც დონეზე ურთიერთობების აღდგენა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ეს ფორმატი ზუსტად ის არის, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ თანამშრომლობა. ჩვენ სპეციალურად ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, არ გავაკეთეთ აქცენტი არც ვთქვათ ჭარმა ექსპერტებზე და არც ზედმეტად ასე ვთქვათ ახალგაზრდებზე, ანუ სტუდენტებზე. ჩვენ მოვხაზეთ ესეთი ასაკობრივი ცენზი, რაღაც თვალსაზრისით 22-დან 35 წლამდე, ქართული მხრიდან და რუსული მხრიდანაც, რათა წარმოგვეჩინა ის ხალხი, რომლებმაც უკვე რაღაცას მიაღწიეს ერთის მხრივ და ფორმირებას პროცესში არიან საკუთარი თავის
ინიციატივა იყო ქართული მხარის. ქართული მხარის ინიციატივა იყო, ეს კავკასიური სახლის პროექტია, რომელიც ფინანსდება ამ შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა არის გერმანული ფონდი ბოშის, ასევე Blexit Trust-ის და ღია საზოგადოება საქართველოს თანადაფინანსებით ტარდება ეს პროექტი. თუმცა ინიციატივა როგორც ასეთი ქართული მხარიდან იყო, ამ შემთხვევაში კავკასიური სახლიდან. თუმცა ჩვენ დიდი მადლობა რუსული მხრიდან ორგანიზატორი ამ შეხვედრისა არის მარია განიუსკაია და მაინტერესებს როდესაც მიიღეთ ეს შემოთავაზება რატომ დათანხმდით? რატომ იყო მიმზიდველი თქვენთვის ეს პროექტი? და როგორ შეარჩიეთ ის ადამიანები, ვინც თბილისში აღმოჩნდა? Спасибо большое за приглашение, спасибо за ваши вопросы. Действительно, мы очень долго искали партнеров в Грузии, и когда приехали в ноябре, были очень рады, что познакомились с Кавказским домом. То есть у Кавказского дома уже был проект на тот момент, и так сложилось, что мы как раз желали найти партнеров и нашли. Когда мы объявляли о запуске данной программы в России, мы полагали, что будет очень большой интерес. Действительно, получили более 102 заявки. Люди звонили, просили принять участие, но всего лишь 11 участников могли приехать. Что могу сказать? Программа действительно уникальная, поскольку это глубокое погружение в ваши реформы, в то, что у вас происходит в экономической жизни, в культурной жизни вашего общества. Для нас, россиян, весьма важным является увидеть, как за 7 лет страна прекрасно отстроилась, строятся новые здания, открываются новые школы, больницы. Нам очень приятно, когда наши соседи так процветают в каких-то областях, и мы очень рады. Новые школы, новые больницы не откроются в России? Открываются, безусловно, но когда это делается в стране, где еще недавно были серьезные сложности с электричеством и так далее, нам очень приятно все это видеть, и мы искренне за вас радуемся. Что хочу сказать, интерес со стороны российских участников по отношению к Грузии, он очень большой. Люди хотят изучить ваши реформы, например, в области полиции, в применении уголовно-исполнительного кодекса, потому что он очень отвечает западным стандартам и так далее. Я думаю, что вот эта программа, она могла бы стать хорошей основой для будущих взаимоотношений между неправительственными организациями России и Грузии. Поскольку, да, существуют проблемы между Россией и Грузией, но это, как правило, на политическом уровне. На межличностном или на уровне НПО таких проблем нет, и тому доказательство наш прекрасный диалог, который мы ведем все эти 11 дней, которые мы находимся в Грузии. Я думаю, что мы стали прекрасными коллегами, прекрасными партнерами и добрыми друзьями. Это самое главное, что есть в нашей жизни, это, безусловно, люди. Спасибо, Мария. Андрей, вот у вас было такое желание, что получить побольше информации о реформах в Грузии. Во-первых, получили эту информацию или нет? И насколько она важна для вас? Несомненно, получили, конечно. Тут большая благодарность организаторам этого проекта. И увидели, что это реально реформы? Мне кажется, организаторы проекта позволили нам рассмотреть ситуацию комплексно, системно, многомерно. И у нас не получилось, по крайней мере, у меня не получилось односторонней позиции. Я понял, что существуют, несомненно, прорывные и для пространства СНГ очень успешные реформы, которые позволяют взирать, в общем, с достоинством на прекратившиеся случаи взяточничества бытового и, в общем, снижение криминалитета на улице и прочее. Но одновременно нам позволили познакомиться и с ситуацией в других областях общественной жизни и с ограничениями, которые несла в себе вот эта революционная фаза развития грузинского общества. И я думаю, что многие в нашей группе смогли для себя констатировать, что осуществившиеся преобразования, они были скорее попыткой модернизационной революции, чем, значит, на первом этапе революции демократической. Вот. Но сама программа, то, как она была составлена и то, как она была структурирована, те места, которые мы посещали, нас принимали, нам оказывали, я полагаю, большое уважение, принимая нас на самом высоком уровне. И еще раз большая благодарность Кавказскому дому
и координатором, фасилитатором проекта извне Кавказского дома, которые помогали этому проекту осуществиться. Мы побывали в 6 министерствах, нас приняло 3 министра и 3 заместителя министра. Мы беседовали со многими экспертами, бывшими министрами. Имели также возможность узнать оппозиционные точки зрения. Мы общались с представителями, с экспертами, которые представляли отдельные партии, с независимыми экспертами, имели возможность понять грузинскую точку зрения на межэтнические конфликты. Вот. И у меня нет ощущения, что нам пытались сформировать, пытались повлиять на нас, чтобы у нас сложилась некая узкая и такая искусственная картина происходящего в Грузии. И за это я, опять же, хочу поблагодарить руководство Кавказского дома, и в частности здесь присутствующего Георгия Канашвили. Спасибо, Андрей. Одно, Георгий, როგორ ფიქრობთ, თქვენ უშუალოდ მაინტერესებს მონაწილეობით, ასევე ქართველი მონაწილეებით ამ შეხვედრებში. აი თქვენი შტაბ-ბეჭდილება როგორია? ეს იყო მხოლოდ დაკმაყოფილება იმ სურვილის, რომელიც ჰქონდათ სემინარის რუს მონაწილეებს გაეგოთ რეალურად რა ხდება საქართველოში, თუ იყო კარგად შეფერადებული სურათი, რაც მიიღეს მათ. ცით რა არის, დიახ, საინტერესო იქნებოდა ამ კითხვით ალბათ თვითოულთან მომხდარ იყო ეს, რა ქვია, ამ კითხვის დასმა. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. არა, არ გულისხმობ მხოლოდ ამ სამ ადამიანს. მაგ 11 კაცია ჩამოსული რუსეთიდან, შესაბამისად ყველა სხვადასხვანაირი შტაბ-ბეჭდილება შეექმნა იმაზე, რაც ნახეს, რაც მოისმინეს და ასე შემდეგ. ნუ ძირითადად შესაძლებელია ითქვას, რომ პათოსი მაინც გასაგებია, რაც მიიღეს და ასე შემდეგ. თუმცა მართლა შემიძლია თქვა პროექტისათვის თქვათ სასიკადულოდ, რომ მოხერხდა მეტნაკლებად გაწონასწორებული პოზიციების მიტანა, თქვათ, რუსული მხარისთვის, იმიტომ რომ იყო როგორც თქვათ სახელმწიფო პოზიციები, ასევე იყო ის კრიტიკული, თქვათ, საექსპერტო შეფასება იმ ყველაფრისა, რაც საქართველოში დღევანდელ ხდება და თავისთავად იცით, რომ თქვენ უბრალოდ ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერზე ვილაპარაკოთ, აი თქვენ რომ დაესწროთ, თქვათ, იქ ცალკე აღებულ თქვენ ჩვენ შეხვედრას ორივე მხრიდან. იქ მიხვდებით რა მიიღეს ამ ადამიანებმა და როგორ გადააფასეს ყველაფერი ეს. არის მნიშვნელოვანი რომ ერთი რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რომ აღინიშნოს, რომ ეს ჩამოსული არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ძალიან კარგად იცის როგორ გაიგოს პროპაგანდა. როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. გულისხმობ იმას, რომ რა გამოხშირონ, რა მიიღონ და რა დატოვონ იქიდან, რასაც თქვა ტელევიზიით ისმენენ და რასაც არა მხოლოდ ტელევიზიით ისმენენ. შესაბამისად, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს ადეკვატური და ობიექტური შეხედულება შეექმნათ დიდ ნაწილს ამ ადამიანებისას ადეკვატური და ობიექტური შეხედულება შეექმნათ იმაზე, რა ხდება დღეს საქართველოში. თქვენთვის მედია რითი იყო მნიშვნელოვანია ეს ტიპის შეხვედრა? მოგესალმებით, ქართველი მონაწილეებისთვის ალბათ ეს რეფორმებისთვის გაცნობის მხარე, იგივე ექსპერტების მოსაზრებების გაცნობა მაინც და მაინც სიახლეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ჩემთვის პირადად და რამდენჯერმე წავღნიშნე, რომ მას შემდეგ რაც თქვათ უკვე წამოვიზარდე და ის პერიოდი მქონდა, როდესაც დავიწყე მოგზაურობა საზღვარგარეთ, მივიღე განათლების მიღება, სამწუხაროდ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესება, შემოიღეს სავიზო რეჟიმი, შემდეგ აქედან მოყოლებული საბოლოო ჯამში მივედით ომთან, რამაც პრინციპში მე ასე ვთქვათ ხელი შემიშალა, რომ მე მოგზაურა რუსეთში, ყოლოდა იქ მეგობრები ვთქვათ, მე სწავლა ან რაიმე კურსებს დავსწრებოდი, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ხო? აქედან გამომდინარე კონტაქტები ძალიან ცოტა მქონდა რუს კოლეგებთან, უნდა ვთქვა, რომ რუსი მეგობრები არ ამყავს. მყავს რამოდენიმე რუსი კოლეგა, რომელიც ჩემს სფეროში
მოღვაწეობს. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იყო, რომ რუსეთიდან ჩამოვიდოდნენ სწორედ იმ პროფესიის და იმ სფეროს წარმომადგენლები, სადაც მე ასევე რომელშიც მე ვმუშაობ. განსაკუთრებით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ პროექტში დადგა აი ეს ბოლო დღეებში, როდესაც უკვე კონკრეტულად საქმე მიდგა დისკუსიებზე და როდესაც დღეს მაგალითად რუსეთის წარმომადგენლებმა პატარ-პატარა პრეზენტაციები გაგვიკეთეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებდა. ანუ ჩვენ ქართულმა მონაწილეებმა ჩამოწერეთ რამდენიმე თემა, რომელიც გვინდოდა, რომ კოლეგებს, როგორც ცოცხალ მონაწილეებს პროცესების რუსეთში მოეყოლათ. აი ეს ბოლო ნაწილი იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, პირველი სიტყვები ასევე საპრეზენტაციოა ჩვენს გადაცემაში და მინდა თემურ ხობალიას ვთხოვო, იქნებ მანაც გითხრას, რატომ იყო მისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი? Огромное спасибо за такой вопрос. Приветствую также участников. Ну, во-первых, начнем с того, что я сокоординатор данной программы. Вот, и данная программа грузино-российского диалога среди молодых профессионалов была очень важным, как для меня, так и для всей группы. Мы провели ряд встреч на уровнях замминистров и министров. Конечно, мы очень четко слушали, что нам говорят, задавали очень много вопросов. На некоторые вопросы даже нам не смогли ответить, можно сказать так. Мы видим, что реформы у вас идут хорошо, но, конечно, как во всех странах, я думаю, где проходят реформы, есть какие-то трудности. Вот. В целом картина, конечно, благоприятная, очень доброжелательный народ. აი ძირითადი მოსაზრება, რომელიც თქვენგან რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან ახლა მესმის, არის ის, რომ არის საყოველთაო კმაყოფილების განცდა იმისა, რომ აი რა წარმატებით მიმდინარეობს რეფორმა საქართველოში. რომელი რეფორმის არსი იყო თქვენთვის ყველაზე უფრო ადვილად გასაგები, ყველაზე უფრო მისაღები და აი რა ტიპის რეფორმას ისურვებდით თქვენ სახელმწიფოში? Из რაც ნახეთ საქართველოში. Так, что касается реформ, то я думаю, что реформа полиции в России уже началась. Вот, поэтому итогами этой реформы нам предстоит еще увидеть в России. Я бы пожелал, чтобы реформа образования изменилась в России наподобие Грузии. То есть министр Шашкин рассказывал нам, что очень много новизны с первого класса, ноутбуки, то есть в электронном виде идет обучение, значит, так называемые приставы или мандаторы в школах следят за порядком, и то есть вот такая новизна не помешала бы в России принять. А вы, кроме вот этой информации, которую получили от министра, дополнительно еще какие информации получили насчет этих реформ? Сами видели школы или видели другие соображения или услышали? К сожалению, в школы мы не ездили, хотя огромное такое желание было посетить хотя бы одну школу, вот, и как бы собственными глазами увидеть, какие классы, как дети обучаются, но, к сожалению, в рамках программы это не было предусмотрено. Может быть, в другой раз нам покажут с удовольствием. Სრული წარმოდგენა შეექმნას ყველას, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს, რა ტიპის რეფორმები მიმდინარეობს? გასაგებია კითხვა. ანდრეიმ პრინციპში აღნიშნა, ახლა ეს შემთხვევა არის ის შემთხვევა, სადაც თქვათ მართლაც იყო ნაკლებობა, ანუ დაბალანსების, ასე ვთქვათ, იგი თუმცა მთლიანობაში ვთქვათ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი სხვადასხვა ექსპერტებთან, თუნდაც მანდატურების საკითხთან დაკავშირებით იყო, ვთქვათ, შეიძლება სიღრმისეული არგუმენტები არ ყოფილა, ვთქვათ, არც კედან, არც აქედან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთლიანობაში თუ კიდე ერთხელ გადავხედავთ პროგრამას, საკმაოდ ყველანაირად ვეცადეთ, რომ დაბალანსებული ყოფილიყო, თქვა თუ ახვედრებთ რეინტეგრაციის სამინისტროს, თქვა თუ ახვედრებთ მეორე მხრივ
თქვათ ისეთ ექსპერტს როგორც არის პაატა ზაქარიაშვილი, რომელიც ასევე შეიძლება განსხვავებული აზრები ხშირ შემთხვევაში თქვათ რეინტეგრაციის სამინისტროს პოზიცია და მიმართულება, თქვათ მიდგომები კონფლიქტთან დაკავშირებით სხვანაირია, თქვათ იგივე პაატას მიმართებები სხვანაირია და ესე ვცდილობთ მაქსიმალურად რომ დაბალანსებული ყოფილიყო. თუმცა რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აღნიშნეთ 10-11 დღე იყოს, იქნება მთლიანობაში სამუშაო და თუ ყველაფერი ისე იდეალურად ვერ შევძელით, მაინც რთული არის ჯგუფი დიდია. არა, ამ შემთხვევაში არა ორგანიზებაზე ვსაუბრობ, არამედ იმ განწყობებზე, რომელიც აი ამ სემინარის დროს შეექმნათ სტუმრებს. თქვენ მარია გქონდათ წინასწარ ჩამოყალიბებული ხედვა იმაზე თუ რა უნდა გენახათ საქართველოში თუ გქონდათ განცდა რომ აბსოლუტურად ნულოვანია თქვენი წარმოდგენა საქართველოზე და აქ უნდა მიიღოთ რაღაც სიახლე. გქონდათ წინასწარი წარმოდგენა რომ ეს წარმატებული ქვეყნის წარმატებული რეფორმები უნდა გენახათ. Ну, так как все-таки, если говорить обо мне, я уже 3-й раз в Грузии за последние полгода, то имела представление о тех реформах. Но я не была осведомлена, насколько действительно они эффективны. Что касается большинства участников, безусловно, скорее всего, вероятно, они о Грузии не знали ничего об этих реформах. Потому что в России, как правило, эта информация, ее нужно специально искать, то есть специально этим вопросом интересоваться. И на мой взгляд, когда вы спрашиваете, какая реформа наиболее интересная, помимо, конечно, реформы полиции, у нас несколько лет назад началась в России административная реформа. То есть государство вкладывает большие деньги, создает специальные сервисы для того, чтобы граждане могли легче получать паспорт, получать права и так далее. И был создан специальный портал госуслуги.ру, на котором можно получить свою электронную цифровую подпись и посмотреть, сколько должен штрафа, заплатить штраф и вообще информацию о себе получить различную. То есть там предполагается, что там все сервисы для граждан будут. И нам было очень приятно вчера буквально посетить подобный центр у вас в Грузии и увидеть, насколько все прекрасно сделано. Действительно, можно сдать экзамен без всяких проблем на вождение. Можно получить номера за 10 минут, это стоит довольно доступно. Можно выбрать номера на машины. И это все очень удобно. То есть хочешь — используй интернет, хочешь — приходи лично. И нам очень нравится то, что на самом деле все это сделано настолько интересно и настолько прогрессивно. И когда мы приходили на разные встречи, нам было радостно видеть молодых людей. Потому что мы сами молодые, и, к сожалению, в России сейчас очень сложно идет преемственность поколений. То есть, как правило, молодым людям дорога, как правило, на хорошие карьерные места, она либо закрыта, либо очень сильно затруднена. И здесь мы видим, что ваше правительство или чиновники, они как раз выходцы из неправительственных организаций. И для нас это отрадно. Прекрасно. Я думаю, что, может быть, если в России когда-то это будет, это было бы замечательно. То есть можно увидеть вас в правительстве? Ну, почему? Андрей, вот для вас, ну, насколько я понимаю, первый раз, да? Да, это первый мой визит. Да. Какие были ожидания? Точно такие, какие вы получили? Вот сегодня говорите, что здесь успешные реформы, это абсолютно успешная страна. Ну, у меня не было иллюзий насчет того, что нам покажут все в розовом свете или что мы увидим все в розовом свете. В России, несомненно, существует большой запрос на информацию о реформах из Грузии, потому что в России... У кого есть этот запрос? У думающей, читающей городской интеллигентной публики преимущественно, которая читает газеты и которая следит за, ну, озабочена проблемами реформирования, на самом деле, российского государства в первую очередь, конечно. Грузийские реформы интересуют не в самостоятельном качестве, это надо прямо сказать, что вот Грузия успешна и от этого будет хорошо всем в России, а интересует, конечно, как можно использовать этот грузинский опыт и преломить его с точки зрения нашего общего культурного и социального наследия, организации социальных институтов, как это может быть использовано в России. Вот. И кое-что
по моим наблюдениям, может быть, несомненно, использовано. Вот. Но, с другой стороны, я хотел бы сказать, что картина не такая однозначная, и значит, успехи в одних отраслях не балансируются успехами в других отраслях. Это было бы, наверное, ну, как бы слишком опрометчиво ожидать, чтобы все было благополучно сразу. Как мы имели возможность убедиться или услышать экспертное мнение о том, что есть сложности с точки зрения свободы средств массовой информации, есть проблемы с точки зрения осуществления и работы Министерства юстиции, и работы прокуроров, есть определенные проблемы с ограничением политической конкуренции. Эти вещи в разных аспектах встречаются и у нас в стране, поэтому я думаю, что здесь мы идем параллельными путями, находясь в поиске ответов на вопросы, которые нам достались, видимо, все же от общего нашего с вами государства, когда-то Советского Союза. Вот. Но когда я отправлялся в эту поездку, я, конечно, был полон ожиданий. Вот. И помимо ожиданий от наблюдений за реформами, я хотел удостовериться в том ощущении, которое из России вез, в том, что, значит, конфликтные взаимоотношения между нашими странами — это тупиковый путь, и что запрос на улучшение отношений от обществ России находит отклик здесь, в Грузии. Вот я очень обнадежен, что это мое наблюдение, оно оказалось верным, и что этот запрос, несомненно, существует, и что между обществами нет непреодолимых разногласий. საერთო წარსულზე როდესაც საუბრობს რეალურად გასაგებია რომ გამოწვევები ქართული საზოგადოების ნებოთ რუსული საზოგადოების წინაშე იგივეა იდენტურია როდესაც იყო საუბარი ერთმანეთს შორის ან დაუშვათ იყო ამ პრეზენტაციების გაცვლა რა მდგომარეობაშია ამ საზოგადოებებში მიმდინარე რეფორმების პროცესი რა სხვაობა, რა განსხვავება და მე ალბათ უფრო გაგვიადვილდება ვისაუბროთ იმ წინაღობებზე, რომელიც ამ სახელმწიფოების წინაშე წარმოიშვა. საკმაოდ რთული შეკითხვა, ვრცელი შეკითხვა. რუსეთისგან განსხვავებით ალბათ საქართველოში რეფორმებს უფრო რევოლუციური ხასიათი ჰქონდა იმდენად რამდენადაც ბევრმა ცნობილი ფაქტია რომ ვერც მოახერხა თქვათ ფეხის აყოლა ამ რეფორმებისადმი რის შედეგადაც შემდეგ მივიღეთ თქვათ იგივე ადამიანები რომლებიც არ ფლობენ კომპიუტერს ან ინგლისურ ენას და შესაბამისად ვერ საქმდებიან რაც შეეხება რუსეთში, რომ ნამდვილადაც ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა, მე რუსეთის ექსპერტი არა ვარ. ჩემი დაკვირვებით ეს ნელა ევოლუციურად ნაბიჯ მიმდინარეობს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ნელა ვიდრე საჭიროა. ნამდვილად კარგი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები ასევე სიხარულით გაიზიარებდნენ და შეხვდებოდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთში ეს რეფორმები უფრო სწრაფი ტემპით მიმდიოდეს, რადგან ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკურ ურთიერთობებზე არ იქნებოდა საუბარი, აქ იქნებოდა საზოგადოებრივ დონეზე, ინსტიტუტების დონეზე განვითარებაზე საუბარი, რაც შესაბამისად შემდეგ იგივე ინსტიტუციურ დონეზე ურთიერთობებს შეუწყობდა ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის. თქვენთვის გიორგი რამდენად თვალნათელი გახდა სხვაობა იმ რეფორმების ტემპს, ეფექტურობას და გნებავთ შინაარს შორის, რომელიც მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში და რუსულ საზოგადოებაში. იცით რა არის რეალურად ჩვენ ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ჩვენი რუსი კოლეგების მოსმენა იმაზე რა ხდება რუსეთში. ანუ თუ ამ კონტექსტში ვისაუბრებთ, მათ ბოლომდე არ უთქვამთ რა ტარდება, როგორ ტარდება და ასე შემდეგ და ხიდან გამდინარე იმაზე საუბარი რომ ზუსტად ეს იყო ამ შეხვედრების მიზანი რომ თქვენ მათგანაც მოგესმინათ. რაღაც ნაწილობრივ იყო რომ თქვათ რაღაც გარკვეული მოხსენებები გაეკეთებინათ იმ ვითარებაზე, რა ვითარებასაც ისინი ხედავენ და როგორ აფასებენ ისინი რუსეთში არსებულ მდგომარეობას. თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამიტომ ცოტა ისეთია საკითხია, მაგრამ რა არის ცით თავარი ჩვენ აქ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ საქართველოში რეფორმები ჩატარდა, ეს რეფორმები ჩვენს კოლეგებს მოსწონთ
და ნუ რაღაცა მიმართულებით შეუძლებელია რომ რაღაცა არ აღნიშნო და არ მოგეწონოს, თქვათ იგივე კორუფციის დაძლევა ყოფით დონეზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ ქართულ საზოგადოებაში ელიტარულ კორუფციაზე, თუმცა მაინც ეს თემა ისეთი რჩება, როცა რთული ხდება ხოლმე რაღაცის მტკიცება და რაღაცის არ მტკიცება და ასე შემდეგ არგუმენტირება ამ ყველაფრის, თუმცა ნუ რაღაც მაინც ყოფით დონეზე კორუფციის არარსებობას მე მგონი ყველა თანხმდებით და არ არის და ეს ყველას მოგწონს. თუმცა მე ერთ-ერთ ჩვენს რუს კოლეგას ის აქ არ არის, ერთხელ უთხარი რომ არ შეიძლება რეფორმების ჩატარება დემოკრატიის ხარჯზე. ანუ დემოკრატიის გამორიცხვის ხარჯზე. ჩვენ ჩემი აზრით რეფორმები ჩავატარეთ ამ ფორმით. რომ სრულიად გამოვიცხეთ დემოკრატიის რეფორმა, ანუ დემოკრატიული თვალსაზრისით რეფორმის წინსვლა. ეს აქცენტი იმ შეხვედრებზე იყო, სადაც თქვენს მონაწილეობდით და უშოთ აი ამ საჯარო დაწესებულებებში, სადაც ერთად მიდიოდით თქვენ რუს კოლეგებთან ერთად. ჩემი აზრით მათ ეს უნდა დაინახათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, თქვათ ექსპერტებთან, რომლებიც ძირითად აქცენტირებას მაინც დემოკრატიის ნაკლებობაზე და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობაზე აკეთებდნენ ქართულ საზოგადოებაში. ერთის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები მთლიანად რეფორმებზე აკეთებდნენ აქცენტირებას, მეორეს მხრივ ექსპერტები მთლიანად დემოკრატიის ნაკლებობაზე акцентированы. Не думайте, что такая проблема будет и в российском обществе, и в России, если реформы будут такие же эффективные, такие же напорные, просто без демократической обшивки. Спасибо за вопрос. Я хотел бы немножко дополнить о том, что здесь нужно учитывать тот фактор, что наш грузинско-российский диалог среди молодых профессионалов предполагает не возобновление отношений среди неправительственных организаций, а углубление этих отношений. Потому что очень много российских НПО имеют своих представительств в Грузии, и эта работа длилась постоянно. Здесь не имелось, что вот российская делегация, 11 человек, группа, скорее всего, приехала здесь изучать грузинские реформы. Это было в программе вписано не только для нас. 11 человек было с российской стороны, 11 человек было с грузинской стороны. И мы вместе, российско-грузинские грузины в том числе, вместе с нами имели право задать вопросы замминистру, и вместе с нами они слушали о том, что происходит в данном случае в Грузии, ситуации о реформах. Вот. Что касается реформы, если они будет ли за счет демократии в России реформа, ну, я не люблю гадать. То есть, как я могу предсказать, как это в России будет происходить. Но на данный момент в России идет реформа полиции. Довольно-таки успешно она идет, если честно. Ну, где-то она корректируется, но время покажет. Это общий взгляд, что реформа полиции в России идет успешно? Я думаю, что пока говорить рано, но что было впервые сделано, так это то, что президент Медведев официально разрешил комментировать закон о полиции, который предлагалось для принятия. И каждый желающий, каждый житель России, эксперты могли дать свои предложения к законопроекту о полиции. Другое дело, были ли они услышаны и не услышаны, и как они воплотились в тот закон, который мы имеем сейчас, это второй вопрос. Но, по крайней мере, это можно было сделать открыто, абсолютно любой мог написать комментарий, и это уже прогресс. Что касается самой реформы, мне, конечно, хотелось бы предполагать, что это не только смена вывески, но и смена внутреннего содержания. Насколько будет это все успешно, не знаю, покажет время. Очень много проблем, очень много преступности в России. Россия вообще большая страна, и организовать подобным образом, так как сделано у вас, не знаю, навряд ли это получится быстро, но, по крайней мере, желание такое есть. Будем надеяться. Am შეხვედრებმა აჩვენა თუ არა რეალურად უფრო ხელშესახებადაც კი ის რეალური მოტივები, რამაც გაამწვავა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის. რა არის ეს და როგორ შეიძლება საჯარო დაწესებულებებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა დაიწყონ აი ამ
უკვე გააზრებული, უკვე მოხსნილი პრობლემების გადაჭრა. ჩვენ საუბრისას შეიძლება მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთა ერთი ტენდენცია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დახვდებით იმაზე, რომ როცა ურთიერთობების შედეგად, ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შედეგად ჩვენ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს. თუმცა აშკარაა, რომ ამ კონფლიქტს არ აქვს არანაირი ეთნიკური მიმართულება, ეს არის პოლიტიკური პროექტების ამ შემთხვევაში საქართველოს დღევანდელი მთავრობის და მე მგონია მთავრობის წვეების შემთხვევაშიც იგივე პოლიტიკური პროექტი დარჩება და მეორე მხრივ რუსეთის შეიძლება ვთქვათ ობიექტური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მაინც და მაინც ერთმანეთს არ ემთხვევა და სამწუხაროდ ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რაშიც გადაიზარდა. თუმცა ურთიერთობების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ეს უხეში კუთხეები გამოვრიცხოთ, ვთქვათ, უფრო მინიმუმამდე დავიყვანოთ სიტუაციის შემდეგი ესკალაცია და პლუს შეიძლება რაღაც მიმართულებით ურთიერთობების გაუმჯობესებაც და ვთქვათ თანამშრომლობის რაღაც იმ მიმართულებების პოვნა, რომლებიც ნაბიჯ მიიყვანს შედარებით ნორმალიზაციას ურთიერთობებისა. თუმცა არის იმის გაგება, მე მგონი ორივე მხრიდან, რომ ესე ურთიერთობების გაგრძელება არის საკმაოდ არც თუ ისე სასიამოვნო არც ერთი მხარისათვის. იყო გარკვეული მცდელობა და უშუალოდ 2008 წლის ომის ანალიზის ამ შეხვედრების დროს ითქვა ან შეიძლება არის რაიმე საფუძველი იმისა, რომ შეთანხმდნენ ჯერჯერობით საზოგადოებრივი ჯგუფების შემდგომ უფრო ფართო ფენები, რომ დაიწყოს აი ამ ვიზაზების გარკვევა ან აღმოფრქვემ შედეგების, რომელიც არის. აი როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს საზოგადოებრივ დონეზე? ჩვენ საშუალება გქონდა რომ ქართული ოფიციალური მხარის პოზიციას გავცნობოდით, რა თქმა უნდა, როდესაც ხვდები რეინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს თავისთავად ომზე და რუსეთთან ურთიერთობაზე იყო საუბარი. ანუ ამ შემთხვევაში დავინახეთ და ცნობილიც იყო ქართული პოზიცია. შემდეგ უკვე პირად საუბრებში გქონდა ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, სიღრმისეული ანალიზი ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია. შეიძლება ამაზე სამომავლოდ ვიფიქროთ, როგორც ვთქვათ, პროექტის უბრალოდ როგორც იდეა სამომავლო თანამშრომლობისათვის და თქვენ შეკითხვათ, რაც შეეხება როგორ შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს. ჩემი აზრით, აი ასეთი პროექტები, რომ რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში, ეცნობიან აქ არა მხოლოდ რეფორმებს, არამედ ასევე ისინი ეცნობიან განწყობებს. და პრინციპში ძალიან ჩვენთვის ესეთი საინტერესო იყო, ყველაზე დიდი ესე იგი დისკუსია ჩვენ შორის რამაც გამოიწვია, ეს იყო სწორედ ის, რომ საზოგადოებრივ დონეებზე რა განწყობებია და რუსულ მხარეს საინტერესებდა საქართველოში როგორ აღიქმება რუსეთი და რუსები და საქართველოში ქართულ მონაწილეებს საინტერესებდათ რუსები როგორ აღიქვავდნენ საქართველოს და ქართველებს და აღმოჩნდა რომ არის ბევრი სტერეოტიპები, არის ბევრი უსაფუძვლო განწყობები ერთმანეთის მიმართ და შესაბამისად აი ამ არასამთავრობო აკადემიურ ანალიტიკურ წრეებს შორის ურთიერთობების შემდეგ ალბათ უნდა დადგეს ის მომენტი, როდესაც საზოგადოება იტყვის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა და პირიქით საქართველოსთან ურთიერთობა. არა მხოლოდ ვთქვათ ამ ანალიტიკურ არასამთავრობო დონეზე, არამედ სახელმწიფოების დონეზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნებოდა, რომ ვთქვათ მე ჩემის მხრიდან და ჩემი კოლეგები როგორც საქართველოსდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სათქმეს, ჩვენი საქმიანობის სფეროს მიხედვით დავაფიქსებ ჩვენს პოზიციას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები იმ დონეზე, რომელიც ახლა არის, ეს არის არაბუნებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ შეეფერება და არ არის
ადეკვატური 21 საუკუნეში ორ მეზობელ სახელმწიფოს шорис. და დარწმუნებული вар იგივეს გააკეთებენ ჩვენი коллегებიც რუსეთიდან. Андрей, вы согласны с этой точкой, что это неадекватные отношения двух соседей? Да, я полностью согласен. Вот после тех встреч, которые у вас были в Грузии, и у вас есть какое-то уже свои соображения о Грузии, о грузино-российских отношениях, вам видятся какие-то контуры, что эти отношения будут нормализоваться? Несомненно, и, собственно, уже без нашего участия стороны этого конфликта, они вынуждены искать консенсус по ряду бытовых практических вопросов двусторонних отношений, например, по торговле. Прошедшие переговоры по вступлению России в Всемирную торговую организацию показали, что уже де-факто существует модель сотрудничества в ситуации конфликта. Они смогли, Россия и Грузия смогли договориться о деталях, о нюансах довольно деликатных сюжетов вроде трансграничной торговли. И учитывая, что это будет способствовать в ближайшее время отмену существующих ограничений на торговлю между нашими странами, это станет еще одним стимулом этих отношений. Это ваше желание или есть какие-то информационные почвы сделать? Вот такое? Разумеется, да. Стороны, как вы знаете, как поссорившиеся соседи с друг другом общаются бумажками или через других соседей, так и наши правительства, мне кажется, друг другу посылают сигналы через какие-то второстепенные министерства или ведомства или чиновников о том, что ситуация совсем кризисная уже завершена, уже прошла. Мне кажется, что потепление политическое тоже может произойти после электорального цикла в Грузии и в России. Его детали, в общем, можно обсуждать, но я убежден, что наши усилия, они как бы на правильной стороне истории. Ветер дует в эту сторону, и можно говорить о том, что стабилизация отношений произойдет несомненно. К сожалению, пока Министерство иностранных дел обоих государств, они придерживаются той позиции, которую государства имели на 2008 год, и она была довольно острой и непримиримой. Вот, но как бы вот распространенный в Грузии здесь образ о том, что мы граничим с Северным Ледовитым океаном, или в России о том, что здесь сразу после границы начинаются авиабазы НАТО, это, разумеется, огромное заблуждение, и люди каждый день, общаясь, имея возможность узнавать информацию и путем неформальных диалогов и переписки, они понимают, что это нездоровая ситуация. Ее очевидность, мне кажется, становится все более явной и в Москве, и здесь, в Тбилиси. А есть молодинები, რაზეც ახალ საუბრობდა Андрей Шунцовი, ეს უბრალოდ კეთილი სურვილია, თუ მართლა მწიფდება ვითარება, როდესაც შეიძლება მთავრობებს მოუწიოთ რაღაც პოლიტიკური რიტორიკის შეცვლა, ან და რამე შეიძლება დათმონ ამ დროს მათ. ის რასაც დაჯინებით ამტკიცებდნენ ამდენი წლის განმავლობაში. რეალურად ანდრეი ერთი მაგალითით აპელირებდა, ეს იყო ვეტეოს ერთ-ერთი მაგალითით აპელირებდა, ეს იყო ვეტეოს შესახებ შეთანხმება, რომელიც იყო მაგალითი, როდესაც ორივე მხარემ რაღაცები დათმო. დიდი ხნის მანძილზე საქართველოს მხარე აპელირებდა, რომ ის მხოლოდ ქართველი მაკონტროლებლები უნდა დადგნენ იმ საზღვრებზე. თუმცა ის დათანხმდა, რომ შუამავალი იყოს ეს შვეიცარიული მხარე. ამავდროულად მე რამდენადაც გამიგია ახლა არ ვიცი ის ხელშეკრულება თითქოს არსად გამოქვეყნებულა არ მინახავს ყოველ შემთხვევაში მე რა ხელშეკრულება დადო ქართულმა და რუსულმა მხარემ ვეტეოსთან დაკავშირებით. თუმცა რაღაც გარკვეული წრეებისგან გამიგია, რომ იქ საქართველოს და რუსეთიც კი არ წერია. ასეთი სიტყვებიც კი არ არის გამოყენებული. შესაბამისად ორივე მხარემ რაღაცები დათმო, ორივე მხარემ რაღაც თავისი ნაწილი გაიტანა იმ შეთანხმებაში. და საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს შეთანხმება მაინც შედგა და მოახერხეს რაღაც. ყოველდღიურად მანამდე შეგვიძლია ლარსი გავიხსენოთ, მანამდე კიდე თქვათ ენგურჰესის საკითხი გავიხსენოთ, როდესაც მათ მოახერხეს რაღაცა თქვათ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად რაღაცაზე და რაღაცა დაეთმოთ, რაღაცა იმას ეკნათ, მიუხედავად რაღაცეებზე უარი ეთქვათ და რაღაც თქვათ ხელშეკრულება, რაღაც შეთანხმება. თუმცა ეს კითხვები ყოველთვის ღიარჩება, მაგალითად საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით რაზე შეთანხმდა და ვისთან შეთანხმდა საქართველოს მთავრობა ენგურჰესთან დაკავშირებით. ან რა პრინციპით და
როგორ გაიხსნა ლარსის სასაზღვრო გამშვები. თავისთავად, თუმცა ფაქტი თავისთავად არსებობს, რომ ისინი რაღაცას მივიღოთ ფაქტი როგორც ფაქტი და დაუშვათ არ დავინტერესდეთ. არა, თავისთავად უნდა დავინტერესდეთ, ეს ჩვენი უკვე სამოქალაქო საზოგადოების საკითხია, რა გვაინტერესებს და რა სადამდე მივდივართ, რამდენად ღია ჩვენი ხელისუფლება ჩვენს წინაშე და რამდენად გვაინტერესებს მისი ღიაობა ჩვენთან. ეს თქმა უნდა სალკე საკითხია. უბრალოდ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე და მის შესაძლო მომდევნო განვითარებაზე, ამ შემთხვევაში ფაქტები ფაქტები გვიმიზგებს, რომ რაღაცები შესაძლებელია მომავალში. მით უმეტეს, როდესაც ამ წუთას თავისთავად არაფერი არ არის, ჩემი აზრით შესაძლებელი ამ წუთას, იმიტომ რომ იქაც არჩევნებია და აქაც არჩევნებია. არც ერთი მთავრობა არჩევნების წინ რაიმე განსაკუთრებულ ნაბიჯს საწინააღმდეგოს იმისას, რაც მანამდე აკეთებდნენ, არ გააკეთებს, არ გადადგავს. პრეზიდენტ მედვედევს აქვს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებული, რომ სააკაშვილთან საქმეს არ დაიჭირ. შესაბამისად, არჩევნებამდე რაიმე სახის ცვლილებას არც უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ პრეზიდენტია და სიტყვა აქვს ნათქვამი, რომ არ გააკეთებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ქართულ მხარეს, ხო? მაკედონიაც ძალიან ბევრი რამე ითქვა, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ევროკავშირის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის საუბრებისთვის, აქაც განაცხადა, რომ ის მზად არის, ვთქვათ, ყოველგვარი პირობის გარეშე ისაუბროს, თუმცა მე პირობები ჩამოთვალა რა პირობებში ისაუბრებდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე არჩევნებამდე ჩვენ არაფერს არ ველოდებით ისეთ განსაკუთრებულს და ადრე ზუსტად ის აღნიშნა, რომ სანამ საარჩევნო პერიოდი იქ არაფერი, არჩევნების შემდეგ ახალ რეალობაში შესაძლოა რაღაცა ცვლილებების ხილვა, იმიტომ რომ მომწიფდა პერიოდი, როდესაც არც ერთ მხარეს აღარ აწყობს რაღაცა განსაკუთრებული კონფრონტაცია და ძალიან ბევრ რაღაცას ხვდებით ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ აი თქვა რუსებმა იყიდეს ის, რუსებმა იყიდეს ეს და ასე შემდეგ, ასეთ საუბრებს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა აი ეს ფარული მხარე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, რეალურად რა იყიდეს, რა შეთანხმება დაიდო და ასე შემდეგ, ეს თავისთავად კითხვებს აჩენს, მაგრამ ეს რაღაცეები იყიდეს და ეს სულ უფრო მეტი ხდება. შესაბამისად, გვაწყობს ჩვენ, რომ იმათმა რაღაცეები იყიდონ. რაღაცა ინტერესი არსებობს, ხო თქვა ეკონომიკური თუნდაც. და ესე იგი, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არსებობს, რომ ჩვენ ურთიერთობა გქონდეს. აქედან გამომდინარე იმას, რომ მით უმეტეს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთან არჩევნები რაღაცას შეცვლის პოლიტიკური თვალსაზრისით. ბატონ გიორგის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში არჩევნები შეცვლის რაღაცას და საზოგადოებაშიც ბევრი ესეთი მოქალაქეა, რომელიც ფიქრობს, რომ რაღაც შეიცვლება არჩევნების შემდგომ საქართველოში. რისი მოლოდინია რუსეთში, კონკრეტულად თქვენ რისი მოლოდინი გაქვთ, ან დაუშვათ იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, ვისთანაც თქვენ მუშაობთ, რა შეიცვლება არჩევნების შემდგომ რუსეთში? Прежде всего, я хотела сказать, что мы очень сожалеем, что не можем сейчас так свободно принять своих коллег-грузин у нас в России. Мы будем, конечно, ставить эти вопросы на любых уровнях, где сможем, на разных конференциях и так далее, о том, чтобы вообще отменять визы для неправительственных организаций по всему миру, ну, как минимум в Европе. Вот, к сожалению, не можем ответный визит вас пока принять, но я думаю, что после выборов ситуация должна поменяться. И если она поменяется, то в сентябре мы вас ждем с ответным визитом в Россию, и вы можете узнать все на месте. Что касается... Это конкретные результаты выборов в России. Что касается выборов в России, это вопрос очень сложный, потому что ситуация меняется с каждым днем, рейтинги то падают, то растут. Но мое личное мнение, что, безусловно, победит господин Путин, если он не снимет свою кандидатуру до выборов. А что будет потом? Вы ожидаете это? Я уверена в этом. Что он снимет? Нет, что он победит, если что-то другое не случится. Но что касается дальнейших процессов, которые могут произойти в России, здесь уже никто, к сожалению, никакую оценку дать не может. Ну, я по поводу этого что могу сказать? Выборы, они есть выборы, и мы об этом узнаем в марте месяце, и предполагать, кто выиграет, я, например, не взялся. Время покажет. Вот если подытожить ваш визит в Грузию, что было бы интересно российскому обществу, российскому гражданину услышать от вас? Я думаю, что вопросов было бы очень много. Убежден, что как только мы вернемся, люди, с которыми мы общаемся в профессиональном кругу, или в семейном, или в любом другом в общественном, нас засыпят вопросами о Грузии. Информация о Грузии, она востребована, и она сейчас в России, к сожалению, считается экзотикой, потому что в отсутствии... Хорошо Грузию знают, наверное, только на Северном Кавказе России.
Но в столицах есть большой интерес к ней, и я убежден, что будет масса вопросов. И каждый будет делиться какими-то своими ожиданиями и пытаться проверить у нас свои ощущения по поводу Грузии, пытаться еще думать о том, как быстро мы смогли бы вернуться к нормальным отношениям. Я хотел бы выразить, наверное, такое общее для сейчас в Среднем России мнение о том, что возвратный интерес к Грузии в ходе восстановления политических отношений будет очень-очень сильным. Как только как бы в ситуации, когда какая-то тема искусственно занижается государственными СМИ или политическая конъюнктура не очень хорошая, но одновременно ты чувствуешь в обществе спрос большой, или ностальгию, или тоску, или ощущение ненормальности ситуации, я уверен, что желание россиян знать Грузию, бывать в Грузии и снова, в общем, ощутить наши связи, верность наших связей, оно будет, несомненно, сильным. Вот. Но среди вопросов, которые нам зададут, я думаю, что это будут как вопросы относительно реформ, так и вопросы относительно политической ситуации, текущей в Грузии, относительно оценок грузинского общества, перспектив возобновления отношений. Точно будут спрашивать о том, как грузины видят себе конфликты, которые проходят на Южном Кавказе, в частности, с Осетией и с Южной Осетией и Абхазией. И как они видят себе, в принципе, перспективу двусторонних отношений, как чувствует себя российский бизнес здесь, в Грузии. Вот. И я обнадежен тем, что на многие из этих вопросов я смогу привести обнадеживающий ответ. Это ожидания, которые есть у Андрея в Москве. А насколько отличаются ожидания в Санкт-Петербурге или Волгограде от этого? Я думаю, что можно присоединиться к тому, что Андрей сказал, и добавить только дополнительно то, что мы обязательно расскажем, что Грузия обладает уникальным туристическим потенциалом, помимо всего прочего. Здесь 4 времени года можно одновременно, так сказать, получить, купаться в море, через 2 часа кататься на лыжах. И я думаю, что жители России... Знакомая риторика. Жители Я России когда-то это слышал. Могли бы действительно открыть для себя новую Грузию в плане туристическом, культурном, историческом. Это тоже очень важно, это всегда сближает народы, потому что через культуру всегда проще восстановить какие-то отношения. Вот. А что касается вашего вопроса, разница между Москвой и Санкт-Петербургом, она минимальна, поэтому своего коллегу я поддержу. То же самое в Волгограде? Да, то же самое в Волгограде, в принципе, отношения... Можно сказать, что такие ожидания, такие вопросы, скорее всего, есть у всего российского общества. Опросы общественного мнения показывают, что уровень неприятия Грузии, он минимален, когда задают вопрос, например, фонд общественного мнения задает вопрос о том, существуют ли у России враги, и если да, то кто? Отвечает примерно так. 47% населения считает, что да, у России есть внешние оппоненты, но среди этих 47 только 5% считают, что это Грузия. То есть это отчасти на уровне погрешности, отчасти, может быть, люди, которые как-то в этом конфликте пострадали. Мало ли? Но мне кажется, что для времени Советского Союза это очень много. Для нынешней конъюнктуры и контекста, я думаю, что это очень мало, очень мало. Внутри России есть гораздо более крупные проблемы, которые вызывают гораздо больше рейтинг неодобрения, которые тоже связаны с конфликтами. Поэтому это, мне кажется, очень обнадеживающий знак, и я бы здесь находил основания для умеренного оптимизма. Რამდენად შეიძლება ასეთი ტიპის კვლევებმა განსაზღვრონ პოლიტიკური კონიუნქტურა ქვეყანაში და ჩვენთან როგორი არის თუ გაქვთ ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯგუფების სხვადასხვა ტიპის გამოკითხვების შედეგად განწყობა რუსეთის მიმართ. Რამდენად ხედავს ქართული საზოგადოება რუსეთში მტერს? ისწრარი, ერთი არის მნიშვნელოვანი, რომ ანდრეიმ რაც მოიყვანა, ვთქვათ, ეს მაგალითი. ამის გარდა არსებობს სხვა გამოკვლევები, რომელიც უფრო მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში აქ ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ საზოგადოებებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ცოტა რამეს თუ განსაზღვროს, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკაზე.
მით უმეტეს საგარეო პოლიტიკაზე გაცილებით ნაკლები არის ზემოქმედება სამოქალაქო საზოგადოების. არ არსებობს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის კვლევებსაც ითვალისწინებენ ხელისუფლებები და ამ კვლევებით შემდეგ ხელმძღვანელობენ ან ეკითხებიან და ასე შემდეგ. როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან ჩემი აზრით, იმიტომ რომ მით უმეტეს საზოგადოებრივი გამოკვლევები არ მგონია მე რომ რაღაც განსაკუთრებულ როლს პოულობს პოლიტიკის საწყობაზე საგარეო თვალსაზრისით, როგორც ერთი ისე მეორე ქვეყნის მიმართულებით. თუმცა თავისთავად ის რომ თქვა ასეთი განწყობა, როგორცაც ანდრეი ამბობს, ხო, 5% მხოლოდ და ასე შემდეგ დანარჩენი თქვა მეტნაკლებად მიკეთი განწყობილად არის და ისევე საქართველოში ალბათ ძალიან დიდი პროცენტია, რომელზეც ხშირად ოპოზიცია აკეთებს ხოლმე ამახვილებს ყურადღებას, რომ დიდი პროცენტია, რომელსაც აქვს სურვილი ნორმალიზაციის საქართველოს-რუსული ურთიერთობების. თავისთავად ამაზე დაყრდნობა სურვილის შემთხვევაში, როგორც ერთი ისე მეორე ხელისუფლებისგან, ამას დაყრდნობა შესაძლებელია და ამითი საკუთარი პოლიტიკის გამყარება, პოზიტიური პოლიტიკის გამყარება. თქვა თუ დაიწყება რაღაც გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა, ამას სავსებით ლეგიტიმურად შეიძლება ეწოდოს საზოგადოებრივი დაკვეთა. დიდი მადლობა, ძალიან რთულია ზოგადად არა მხოლოდ ერთ გადაცემაში, არამედ თუნდაც თქვენი რამდენიმე დღიანი სემინარის თუ დისკუსიის პირობებში იმ პრობლემების დეტალური განხილვაც კი, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს, რაც ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის არსებობს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ნებისმიერი ასეთი დიალოგი ხელს შეუწყობს ყოველ შემთხვევაში პრობლემების უკეთ ახსნას. დღეს რაღაც თავს გვცნობდი ქართულ-რუსული მოლაპარაკების მაგიდასთან შუაში ვიჯექი და ვცდილობდი მართლა მეტი ინფორმაცია მიმიღო თქვენგან და ჩვენ საზოგადოებასაც უფრო მეტი გაეგო თუ როგორ ცდილობს საქართველოშიც და რუსეთშიც ჯერჯერობით მხოლოდ სამოქალაქო სექტორი იმ ადამიანების მოძებნას და იმ ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას, ვინც ფიქრობს ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ნორმალიზებას და ვინც ფიქრობს რეალურად გაგებას იმ პრობლემების, რაც ამ ორი სახელმწიფოს და გარკვეულწილად ორი საზოგადოების ურთიერთობებში გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. რა ვიცი, მე მინდა ვუსურვო ორივე მხარეს ამ პროექტში მონაწილე ქართველ და რუს კოლეგებს წარმატება. დიდი მადლობა მარია კანევსკაიას, ტიმურ კობალიას და ანდრეი სუშენცოვს, რომლებიც მოვიდნენ სტუდიაში, ასევე მედია ტურაშვილს, გიორგი გვიმრაძესა და გიორგი კანაშვილს და დიდი მადლობა კავკასიურ სახლს, რომელმაც ხელი შეუწყო აი ესეთი პროექტის განხორციელებას. ჩვენ ვეცდებით, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ჩვენს სტუდიარე სადისკუსიო მაგიდასთან მოგიწვიოთ თქვენ და ერთად ვისაუბროთ. თქვენ შეგიძლიათ ეს გადაცემა ნახოთ სტუდიარეს ვებგვერდზე studio.re.org და იქვე გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები ან დაგვისვათ შეკითხვები. მომავალ შეხვედრით.